საქველმოქმედო ვახშამი ხანუკას დღესასწაულზე ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად გაიმართა. საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას 220 ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბიზნესისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები. საქველმოქმედო ვახშამზე დასასწრებად ისრაელიდან ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხელმძღვანელობით თბილისის 20 კაციანი დელეგაცია ესტუმრა. ვახშამზე ერთი ადგილის ღირებულება $180, VIP ადგილის კი $360 შეადგენდა. საღამოზე შეგროვილი თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებისთვის დიტო ცინცაძის ფონდში ჩაირიცხება. ძირითადი ნაწილი არის შემოწირულობისა, რომელიც დღეს ამ საქველმოქმედო ღონისძიების შედეგად იქნება მობილიზებული. ჩვენმა მხარემ ისევე როგორც ჩვენი მეგობრების მხარემ ისრაელიდან მაქსიმალური ასე ვთქვათ რეკლამირება გაუკეთა ამ ღონისძიებას, იმისაც რომ მეტი მობილიზება მოგვეწინა რესურსებისა და უფრო მეტად დავხმარებოდით ბავშვებს. ჩვენ არ ჩამოვსულვართ მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გასაღმავებლად, ამ ბიზნესისა და კულტურის სფეროების განვითარებაზე სამუშაოდ. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. ამჯერად ჩვენი თბილისში ყოფნა პატარა ბავშვების დახმარების სურვილით არის განპირობებული. დღეს ხანუკას დღესასწაულს აღნიშნავთ, რაც ჩვენს ტრადიციაში პატარა სინათლიდან დიდის წარმოქმნას ნიშნავს. შევეცდებით ქართველ პატარებს დავეხმაროთ, რაც ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ დავანახოთ ქართველ ხალხს ჩვენი განწყობა და ერთგულება. ქნესეთის მონაწილეობა ისრაელის სახთან ერთად საქართველოში სოციალურ საკითხებში ეს არის ახალი ეტაპი ურთიერთობებში. ჩვენ გვინდა რომ ახალი ტრადიცია დავერგოთ, არა მხოლოდ ტრადიცია, ეს არის იდეოლოგია, როდესაც უცხოელი ბიზნესმენები, უცხოელი დიპლომატები ჩართული არიან საქართველოს სოციალურ საკითხებში, ჩვენ ხედავთ ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამით ჩვენ არა მხოლოდ ვით ლამაზ სამყაროს, ჩვენ ვით ლამაზ ურთიერთობებს. ჩვენი პონტი ძალიან მნიშვნელოვანია. ესეთი მხარდაჭერა, ძალიან სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბავშვი ჭირდება საქართველოს დახმარება და ჩვენ მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი მიიღებს ამ მოქმედებაში მონაწილეობას და გვერდში დაგვიდგება, ერთად ბევრი პატარას გადავარჩევთ შეუნარჩუნებთ სიცოცხლეს.